დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. ნოზემატოზი. ნოზემატოზი არის ფუტკრების გავრცელებული და საშიში დაავადება, რომელსაც იწვევს მიკროსკოპული სოკო, რომელიც აზიანებს ფუტკრის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, რაც იწვევს ენერგიის ნაკლებობას, იმუნიტეტის დაქვეითებას და, საბოლოოდ, ფუტკრის სიკვდილს. ნოზემატოზის გამომწვევი სოკოები სპორების სახით ხვდება ფუტკრის ორგანიზმში საკვებთან ერთად და აზიანებს ნაწლავის ეპითელიუმს. დაავადების მიზეზები. დაინფიცირებული საკვები. ფუტკრები ინფიცირდებიან დაბინძურებული თაფლის, ყვავილის, მტვრის ან წყლის მიღებით. ფუტკრის განავალი. დაავადებული ფუტკრის განავალი შეიცავს დიდი რაოდენობით ნოზემას სპორებს, რომლებიც აბინძურებენ სკას და სხვა ფუტკრებს. დედოფალი ფუტკარი. დედოფალი ფუტკარით შეიძლება დაინფიცირდეს და გადასცეს დაავადება შთამომავლობას. სკების გაზიარება. დაავადებული სკების ინვენტარის ჩარჩოების, სავარცხლების გამოყენებამ ჯანმრთელ სკებში შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება. გარემო ფაქტორები. არასათანადო მოვლა, სკაში ცუდი ვენტილაცია, ტენიანობა და სიცივე ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. სტრესით. ფუტკრების სტრესულ სიტუაციებში, მაგალითად საკვების ნაკლებობა, ტრანსპორტირება, მათი იმუნიტეტი სუსტდება და უფრო მგრძნობიარეები ხდებიან ნოზემატოზის მიმართ. ნოზემატოზის სიმპტომები შეიძლება იყოს ძნელად შესამჩნევი და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. ზოგადი სისუსტე, ფუტკრები არიან ლეთარგიულები, უჭირთ ფრენა და სწრაფად იღლებიან. მუცლის შებერილობა, ფუტკრის მუცელი შესივებულია და შეიძლება ჰქონდეს დიარეა. ხშირად გვხვდება მოყვითალო ფერის განავალი. ფრენის უნარობა, ფუტკრები ცდილობენ ფრენას, მაგრამ ვერ ახერხებენ აფრენას ან დაფრინავენ მოკლე მანძილზე. გაფანტული ფუტკარი, ფუტკრები არიან დეზორიენტირებულები და იკარგებიან სკადან. ხშირად გვხვდებიან სკას გარშემო მცოცავი ფუტკრები. წონის დაკლება, ფუტკრები კარგავენ წონას და ხდებიან გამხდრები. დედოფლის სიკვდილიანობა, დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს დედოფალი ფუტკრის ნაადრევი სიკვდილიანობა ან კვერცხისდების შეწყვეტა. პროდუქტიულობის დაქვეითება, თაფლის წარმოება მნიშვნელოვნად მცირდება. ზამთრის პერიოდში სიკვდილიანობის გაზრდა, ნოზემატოზით დაავადებული ფუტკრები ზამთარს ცუდად იტანენ და ხშირად იღუპებიან. დაავადების დიაგნოსტიკა. ნოზემატოზის დიაგნოზის დასმა შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევის საშუალებით. დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ფუტკრების ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში გაგზავნა. ლაბორატორიული მეთოდები. მიკროსკოპია. ფუტკრის ნაწლავის შიგთავსის მიკროსკოპული გამოკვლევა. ნოზემას სპორები ადვილად შესამჩნევია მიკროსკოპის ქვეშ. ეს არის ყველაზე გავრცელებული და სწრაფი მეთოდი. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია. უფრო ზუსტი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ნოზემას დმის იდენტიფიცირებას ნიმუშში. იმუნოფერმენტული ანალიზი, რომელიც გამოიყენება ნოზემას ანტიგენების გამოსავლენად. სამკურნალო მედიკამენტები და საშუალებები. ფუმაგილინ B. ყველაზე ეფექტური და გავრცელებული საშუალება ნოზემატოზის წინააღმდეგ. აფერხებს ნოზემას სპორების გამრავლებას ფუტკრის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. გამოიყენება შაქრის სიროპთან შერევით. გამოყენების წესი: 25-50 მგ ფუმაგილინი 1 ლიტრ შაქრის სიროპზე. მკურნალობა ტარდება გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ნოზემაციდი. შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს და ვიტამინებს. გამოიყენება პროფილაქტიკისთვის და მსუბუქი ფორმების სამკურნალოდ. აძლიერებს ფუტკრების იმუნიტეტს. გამოყენების წესი: დაამატეთ საკვებ სიროპში ინსტრუქციის მიხედვით. აპიქერბსიდ. მცენარეული ექსტრაქტების ნარევი, რომელიც ხელს უწყობს ფუტკრების ჯანმრთელობას და აძლიერებს იმუნიტეტს. გამოყენების წესი: დაამატეთ საკვებ სიროპში ინსტრუქციის მიხედვით. ბიოაქტივი. პრობიოტიკური დანამატი, რომელიც აუმჯობესებს ფუტკრების ნაწლავის მიკროფლორას და საჭმლის მონელებას. გამოყენების წესი: დაამატეთ საკვებ სიროპში ინსტრუქციის მიხედვით. ალტერნატიული საშუალებები. ეთერზეთები. ზოგიერთი მეფუტკრე იყენებს ეთერზეთებს, მაგალითად ჩაის ხის ზეთი, თივის ზეთი, ნოზემატოზის პროფილაქტიკისთვის. თუმცა მათი ეფექტურობა სრულად დადასტურებული არ არის. ძმარი, ვაშლის ძმარი მცირე დოზებით, 1-2 მლ წყალზე შეიძლება დაემატოს სასმელ წყალს. ძმარი ხელს უწყობს ნაწლავის pH-ის დაბალანსებას და ამცირებს სპორების განვითარებას. მნიშვნელოვანი რჩევები.
სკების რეგულარული შემოწმება, რეგულარულად შეამოწმეთ სკები დაავადების ნიშნებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფუტკრების ქცევას, განავლის კონსისტენციას და ზოგად მდგომარეობას. ჰიგიენის დაცვა, სკების რეგულარული გაწმენდა და დეზინფექცია. გაზაფხულზე და შემოდგომაზე გაწმინდეთ სკები ძველი ფიჭებისგან და ნარჩენებისგან. ჯანსაღი კვება, ფუტკრებისთვის დაბალანსებული და ნოყიერი საკვების მიწოდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვების საკმარისი რაოდენობა ზამთრის პერიოდში. საჭიროების შემთხვევაში მიეცით ფუტკრებს შაქრის სიროფი და ცილოვანი დანამატები, მაგალითად საფუარი. სტრესის შემცირება, მოერიდეთ ფუტკრების ზედმეტ სტრესს, მაგალითად ხშირი გადაადგილება. ტრანსპორტირება შეამცირეთ მინიმუმამდე და დარწმუნდით, რომ სკები კარგად ვენტილირებულია. კარანტინი, ახალი ფუტკრის ოჯახების შემოყვანისას მოათავსეთ ისინი კარანტინში, სანამ დარწმუნდებით, რომ ისინი ჯანმრთელები არიან. ახალი ოჯახები შეამოწმეთ ნოზემატოზზე და სხვა დაავადებებზე. მდგრადი ჯიშების გამოყენება, შეარჩიეთ ფუტკრის ჯიშები, რომლებიც მდგრადია ნოზემატოზის მიმართ. ზოგიერთი ჯიში უფრო მდგრადია დაავადების მიმართ, ვიდრე სხვები. სკების გამოცვლა, ძლიერ დაზიანებული სკების გამოცვლა ახლით ამცირებს ინფექციის წყაროს. ძველი სკები შეიძლება შეიცავდეს ნოზემას სპორებს, ამიტომ მათი ჩანაცვლება ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს. სავარცხლების დეზინფექცია, ძველი სავარცხლები, რომლებიც დაზიანებულია ნოზემატოზით, უნდა იყოს დეზინფიცირებული ან განადგურებული. დეზინფექციისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას სმარმჟავას ორთქლი ან სხვა შესაბამისი საშუალებები. ფუტკრის ოჯახების გაძლიერება, ძლიერი ფუტკრის ოჯახები უფრო მდგრადია დაავადებების მიმართ. მიიღეთ ზომები ფუტკრის ოჯახების გასაძლიერებლად, როგორიცაა დედოფლის შეცვლა, დამატებითი საკვების მიწოდება და მავნებლების კონტროლი. რეგულარულად გაიარეთ კონსულტაცია მეფუტკრეობის სპეციალისტთან, რათა მიიღოთ რჩევები ნოზემატოზის პრევენციისა და მკურნალობის შესახებ. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადამწყვეტია ნოზემატოზის გავრცელების შესაჩერებლად და ფუტკრის ოჯახების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ყველა სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მეფუტკრეობის სპეციალისტთან, რათა შეარჩიოთ ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი თქვენი ფუტკრის ოჯახებისთვის. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.